საღამო მშვიდობის მოვედი და რძე მოვიდუღე ოღონდ კაკაოს და ყველაფრის გარეშე, იმიტომ რომ ესე მინდოდა რა მარტო რძე რო დამელია და ეს ფეიხო იმ დღეს რო ვიყი და იმის მერე არ მიჭამია და სანამ გაფუჭდება ჯობია ეხლა ვჭამო. ანუ იმ დღეს ვიყავი ხასიათზე რა ეგეთი რაღაცეების ჭამის და იმის მერე არ მიჭამია. ფეიხო და რძე რამდენად უხდება ერთმანეთს არ ვიცი და რანაირი კომბოა, მაგრამ მე ცოტა უცნაური ისა მაქვს, რა ქვია, გემოების თამაში. სამსახურში რო ვარ ხოლმე, რა ვჭამ იცით? ფლინტის ჩიპსები როა, ხო იცით? ანუ გახუხული პურია, სხვადასხვა გემოთი არის, ყველის გემოთი და არის მწვადის გემოთი, მე რომელიც მიყვარს. მაგას ვიყიდი ხოლმე, თან აქციაშია და ესა ძალიან გემრიელია რა, კუბეტი რო იყო ჩვენ ბავშვობაში, ეგეთი გემო აქვს. და ესა უნალექო ყავა. უნალექო უშაქრო ყავას და ჩიპს ვჭამ ხოლმე ერთად. ანუ როგორც წესი ყავას თან ტკბილეულს მივირთმევენ ხოლმე და მე ყავასთან მივირთმევ ხოლმე იმას ფლინტის, მწვადის და ყველის ჩიპს. მაგრამ ძალიან დაუმუღამე, ძალიან მომწონს და ძალიან ხშირად ვჭამ მაგორს ერთად. ვჭამ და ვსვავ. აუ ხალხო გუშინ რა დამემართა. ესე იგი სამსახურიდან მოვდივარ დაღლილი და ხა სახში არაფრის გაკეთების თავი და ის არ მქონდა და გემრიელად მინდოდა რომ მეჭამა რამე. ხო და მეთქი სახში რომ მივალ, გამოვიძახებ შაურმას თქო რა. მაგრამ მე რო სახში მოვიდოდი პირველის ნახევარზე და მე რო გამოვიძახებდი იმას, რა ქვია, შაურმას და 1 საათი რო არ მოვიდოდა, როდის იქნებოდა რა, მოკლედ. ხო და სამგორში ამოვდივარ, ანუ ნახეთ, სამედიცინოს მეტროდან მოვდივარ მეტროთი სამგორში. ეხა მაღაზია შევიცვალე, სადაც წინაზე ვმუშაობდი, მანდ ახლოს იყო რა გაჩერება და პირდაპირ 310 ნომერი ავტობუსი მოდიოდა პირდაპირ ჩემი სამსახურიდან სახლამდე რა. მაგრამ ეხა კაიშორს გადავიჭიმე, შევიცვალე მაღაზია და იქედან უკვე ვეღარ უსწრებ ავტობუსს და შესაბამისად ესა მეტროთი გამოვდივარ სამგორში და სამგორიდან მერე სამგორში უსწრებ მოკლედ 310 ნომერ ავტობუსს. ხო და სამგორში რო ვიყავი, სამგორიდან ეხა რა უნდა 15 წუთში უკვე სახში ვარ რა. ზუსტად არც რა მინიშნიათ რომ, მაგრამ დაახლოებით 15 წუთში სამგორის მეტროდან უკვე სახში ვარ. ხო და გამლანძღავენ ეხა ჯერ ჭამე და მე ელაპარაკეობ. ავტობუსს რო ველოდებოდი, გამოვიძახე კლაბ შაურმა მე მგონი, ყველის соуსი რო აქვთ, ძალიან დაუმუღამე ამ ბოლო დროს, ძალიან მიყვარს რა ყველის соуსით და თითქმის სულ მაგას ვჭამ ხოლმე, ჩემ ძმასაც ეგ უყვარს ძალიან. მაგან მიმაჩვია მე ამ შაურმებს. ხო და რაღაცა ნამეტანი დამოკიდებული გავხდი ამ შაურმაზე და ეგ ღამაკლია. თან ანუ 14 ლარიან შაურმას გამოიძახებ და 20 ლარს იხდი თავისი საკომისიოებით. ძალიან ძვირია. გუშინ მაგალითად 17 და რაღაცა მოუწია. ხო და გამოვიძახე შაურმა და დაახლოებით 2 წუთში მოვიდა ავტობუსი.
და ანუ გზაში ვარ რა, ახალი ჩამჯდარი ვარ ავტობუსში და ამომიგდო უკვე რომ კურიერს მოაქვს თქვენი შეკვეთაო. და მეთქი ბაჩო, აი აქ დაგერხა შანსი არა რომ ვერ მიუსწრო თქო. რომ მიუსწრო თქო რა. თან 8 წუთს აწერდა ესა. კურიერი. ხო და რატომღაც არ ვიცი, შეიძლება ეგ საშაურმე აქ ახლოსა. რატომღაც ყოველთვის როცა აქედან სახლიდან გამოვიძახე ეგ შაურმა 25 წუთში მოაქვთ. და ზოგადად რა ვიცი, სხვა შაურმები მაგალითად 1 საათი არ მოაქვთ. ხო და ეს შაურმა ყოველთვის ძალიან უცებ მოიტანეს. ალბათ ახლოს არის აქ საშაურმე და გამოვიძახე და ზუსტად 4 წუთი რო დარჩა, კურიერი რო აწერს 4 წუთს, გავხსენი კურიერის ჩატი და ესეთ რაღაცას წერე, რომ მეთქი გამარჯობა თქო, ძალიან ადრე მომივიდა შაურმის გამოძახება, ავტობუსში ვარ და ვერ ვუსწრებ თქო და ცოტა ხანი მოცდას თუ შეძლებთ, მოვალ თქო. თუ არა და გავაუქმოთ თქო რა, ან სხვა რა უნდა მიმეწერა ეხა, თუ მოიცდით ცოტა ხანი, მოვალ თქო, თუ არა და გავაუქმოთ შაურმა თქო. ხო და ესეთ რაღაცას წერს, რომ მე კი მოვიცდიო, მაგრამ ეს გაგიციუდებაო, ანუ ეს არ გაგიციუდესო რა. ანუ შოკში ჩავარდი, შუა ავტობუსში ვიცინოდი, ვთქვათ ბოლო ხმაზე არა, მაგრამ ძალიან მთელი გზა დადებით განწყობაზე დამაყენა კურიერის ამ საქციელმა რა. იმიტომ რომ დასაფასებელია, რა ვიცი, სხვა რო ყოფილიყო, ეხა 2 წუთი რო დაგეგვიანა, შეიძლება დაერეკა გამწარებული წარამარა და მაგვიანდება ძმაო და ეგეთი რაღაცეები ეთქვა რა. ხო და ამ შემთხვევაში ესეთი მესიჯი მომწერა, მე კი მოვიცდიო, მაგრამ ეს გაგიციუდებაო რა. აუ მეთქი რა ჯიგარი ხარ თქო, ეგეთი პასუხი გავეცი. ხო და მთელი გზა იმდენად დადებით განწყობაზე დამაყენა, რომ გეგმაში მქონდა როგორც კი ავტობუსიდან ჩამოვიდოდი, სახლში შემოვარდნილიყავი ეგრევე და ესა 10 ლარი ამეღო და ჩაი მეჩუქნა რა. ანუ 10 ლარის ჩუქებას ვაპირებდი, იმდენად გამახარა ამ კურიერმა. ქეში არ მედო ჯიბეში, ქეში არ დამაქვს ხოლმე. ბარათზე მაქვს ყოველთვის თანხა. თუმცა მოხდა ისე, რომ აქვე იდგა რა მანქანიც და მომიწია გამორთმევა ეგრევე, თან სანამ კარებს გავაღებდი, რაღაცა ბოქლო მიადევს გასაღები და ერთი ამბები, სანამ ფულს ავიღებდი რაღაცა და მოკლედ აქვე იდგა კურიერი და ეგრევე გამოვართვი ფული. ფული კი არა და შაურმა. თან ეგეთი რაღაც მახსოვდა, რომ აგდებს რა. რატომღაც მახსოვდა, რომ შეკვეთას რომ მოგიტანდა, მერე აგდებდა კურიერისთვის სამადლობელი თანხის დატოვებას რა. ყოველთვის უტოვებ ხოლმე, ნუ მცირედია, მაგრამ რაც არის ყოველთვის უტოვებ ხოლმე კურიერს სამადლობელ თანხას, იმიტომ რომ იმსახურებენ. რაღაცა ეგრე მახსოვდა, რომ ისა თქო რა ქვია. მეთქი აი ჯანდაბას, რადგან სახლში შესვლას ვერ ვასწრებდა ფულის გამოტანას თქო, შეკვეთას რომ მომცემს, მერე ამომიგდებს სამადლობელი თანხის კურიერისთვის დატოვებას თქო და ერთი 10 ლარის დატოვებას ვაპირებდი. მაგრამ არ ვიცი, თქვენ თუ იცით როგორ არის, გამახსენეთ. მე ეგრე მახსოვდა და შეიძლება შეკვეთას რომ შეიძლება დასაწყისში აგდებს რა, როცა შეკვეთას აგზავნი მაშინ მაგ სამადლობელი თანხის დატოვებას და მე რატომღაც მახსოვდა, რომ ბოლოს ამომიგდებდა და სამწუხაროდ არ ამომიგდო, რამდენიმე წება იცით, არ ამომიგდო არაფრით. ძალიან გული დამწყდა, შაურმას მართლა პირი ვერ დავაკარე მანამდე, სანამ არ ვეცადე, რომ ეგ მეპოვნა. რომ მაგ კურიერისთვის თანხა დამეტოვებინა რა. ვერ მივაგენი ვერაფრით და მე შევედი იმაში დახმარებაში და მივწერე იმას
რა ქვია მაგათ აი მე რა ქვია მოკლედ დახმარებას მიუწერე რომ ისა თქო რა ქვია კურიერისთვის სამადლობელი თანხის დატოვება მინდოდა თქო და არ გამცეს პასუხი და ისე გემრიელად ვჭამე ეგ შაურმა მაგრამ რატომღაც ძალიან დანაშაულის გრძნობა მქონდა რა ძალიან მეწყინა რომ ვერ იმას ვქენი რა კურიერს ვერც ქეში ვაჩუქე და ვერც ის თანხა ვერ დაუტოვე რა სამადლობელი თანხა მართლა იმდენად დიდი პატივი მცა ძალიან ზედმეტად შემაგვიანდა თან დაახლოებით 15 წუთი მოუწია ალბათ მოცდა და მერე ბოლოს რო დამირეკა ავარიულები მაქვს ჩართულიო და თან გადმოვიდა მანქანიდან და ისე მომცა შეკვეთა და რატომღაც ძალიან გული დამწყდა რომ პატივი ვერ ვეცი რა ჩადი ახლა იმიტომ რომ დასაფასებელია მართლაც ეს საქციელი შეიძლება იმ 10-15 წუთიანი მოცდის პერიოდში შემოსვლო და კარგი შეკვეთა ხო აი ხო შეიძლება რომ ახლო შეკვეთა შემოსვლო და საიდანაც კარგი თანხაც გამოვიდარჩებოდა რა მაგრამ რადგან მე მიცდი და მოუწევდა მაგ შეკვეთაზე უარის თქმა და მაგას ბევრი არიზავდა და ძალიან დიდი მადლობელი ვარ მართლა აი ესეთი საქციელები დასაფასებელია ნამდვილად და ჩვენც უნდა ვეცადოთ რომ რაც შეიძლება მეტი პატივი ვცეთ ერთმანეთს იმიტომ რომ ადამიანებს მცირედი გვაბედნიერებს რა მსგავსი საქციელები იწვევს ჩვენს კარგ განწყობას ესე ვთქვათ ისე გემრიელად ვჭამე და ისე ვისიამოვნე რომ მომწერა მე კი მოვიცდი მაგრამ ეს გაგიცივდებაო რა ანუ დღეს უყურებდი იტალიაში ყოფნის პერიოდში გადაღებულ ვიდეოებს და აი ისე მსიამოვნებდა ეგ პერიოდი რომ გამახსენდა და რაღაცა მაგრამ უბრალოდ გულის დაწყვეტის ფაქტორი მაქვს იმაზე რომ ანუ ერთი თვე ვიყავი წარმოიდგინეთ ხალხი ერთ დღეში მოივლის ხოლმე მთელ ქვეყანას და მე ერთი თვე ვიყავი და ბევრად უფრო მეტად შემეძლო მესიამოვნა იქ ყოფნით და რატომღაც კი ვისიამოვნე რა თქმა უნდა მაგრამ შემეძლო რომ მეტი რამე მომესწრო იმ ერთი თვის განმავლობაში მაგრამ რაც უფრო მეტი დღეები გადიოდა მით უფრო მეტად ვიაზრებდით მე და ჩემი ნათესავი რომ უკვე მალე მოგვიწევს წასვლა შემოდგომის ხილებიდან ჩემი ფავორიტია ფეიხო რა მაგრამ რავი ყველა ძალიან მიყვარს მანდარინი ბროწეული რავი რაც კი არის შემოდგომის ხილი ყველაფერი ძალიან მიყვარს დღეს იყო როგორი ამინდი იცით ეს როგორ არ მიყვარს ცივი ამინდი იყო თან ქარი იყო თან წვიმდა ძალიან სიცივე იყო მაგრამ ვიждები ეგეთ ამინდებზე აი მთელი დღეა ესე დამშვიდებული მქონდა სხეულით და ტვინით და ყველაფერი მოკლედ იმდენად მიყვარს ეგეთი ამინდები ცივი ამინდები წვიმა თოვლი მით უმეტეს ვგიждები
2 დღის 2 რა 4-5 დღის გადასული ვარ უკვე ახალ მაღაზიაში და ჩემმა გამომწერმა მიცნო ჩემმა მაყურებელმა მაქო ძალიან კარგი ჭკვიანი ბიჭი ხარო და მეთქი ძალიან დიდი მადლობა ძალიან მიხარია ხოლმე როცა ცნობენ და კომპლიმენტს მეუბნებიან მაგრამ არის შემთხვევა რომ ვამჩნევ აი ეგრევე ვამჩნევ რომ მიცნო მაგრამ ვერ მოდიან და ვერ მეუბნებიან რა ცხენიათერიდებათ მესმის რომ eriდებათ და ცხენიათ მაგრამ აი ჩუმად რომ მithვალთვალებენ და მით უმეტეს რომ ცდილობენ რომ ფოტო გადაგიხონ ძალიან ცუდად ხდები ანუ ეგეთ რაღაცაზე კი მესმის მეც მქონია შემთხვევა რომ ცნობილი ну ჩემთვის ნაცნობი პიროვნება მინახავს და სიმორცხვის გამო ვერ მივსულ ვარ და ვერ მივსალმები ვარ მაგრამ ეგრე რომ ჩუმად ფოტოები გადამეღო და რაღაცა ესე ზურგს უკან მეთვალთვალებინა ეგრე არ ყოფილვარ მქონდა შემთხვევა რომ მეტროში ვიყავი რა და ჩემს გვერდით დაიჭრა ეგრევე მივხვდი რომ მიცნო და რაღაცა მაგრამ ვერაფერი ვერ მithხრა და ჩუმად ცდილობდა რომ თან ეღიმებოდა და რაღაცა და თან ცდილობდა რომ ფოტო გადაეღო და რაღაცა ანუ ცუდად არ იყო განწყობილი ჩემ მიმართ ხო არის რომ შეიძლება ვთქვათ ჰეითერი იყოს ან რაღაცა და დამცინავად გიყურებდეს ან რამე არა პირიქით გეტყობოდა რომ გაუხარდა ჩემი ნახვა მაგრამ ერიდებოდა რომ ეთქვა რომ გიცანიოდა რაღაცა და ჩუმად ცდილობდა რომ რა ვიცი სამახსოვრო ფოტო დარჩენოდა ალბათ აუ ძალიან კაია სოფელში მინდა წასვლა აუცილებლად ეხა ოქტომბრის ბოლოს უკვე მეკუთვნის შვებულება და ნოემბრის დასაწყისში ერთი კვირა წავალ სოფელში ცოტა ისეთი ამინდები თუ დაემთხვევა ცივი და წვიმიანი ამინდები მით უმეტეს ძალიან გამიხარდება იმიტომ რომ ფეთში უნთიათ უკვე აუ ძალიან მაგარი იქნება სოფელში დილას რო აივანზე დავლევ ყავას მერე პიცას გავაკეთებ რაღაცას გავაკეთებ რისი კეთებასაც მონატრებული ვარ აქ რისი პირობებიც და დრო და საშუალება რისიც არ მაქვს რომ თქვათ ეხა ნაქირავებ ბინაში და მით უმეტეს დილა რო უნივერსიტეტში ხარ და ღამე რო სამსახურში ხარ პიცებს და იმებს ვერ გამოაცხობ ხო და სოფელში რო წავალ გემრიელობებს გაკეთებასაც მოვასწრებ ფიზო შენ იცი შენ მამა მიკონემ რომ გიღალატა და სხვა კატა მოიყვანა მამიკომ მოიყვანა ესა არ ვიცი სად ნახა მაგრამ მოზრდილი კატაა დიდი კატაა და ცოტა ისეთ მუქ ფერებშია რაღაცნაირად ვეფხვს წააგავს რა და კიდევ ლეკვი მოიყვანა პატარა საყვარლობა ოღონდ რაჯიშია არ ვიცი და რომ აჩვენა მაგათი ხათრით უფრო მეტად მომინდა იქ ჩასვლა ისეთი საყვარლები არიან კატას ისეთი მკაცრი შეხედულება აქვს ეგ სასწაული იქნება
და ესეთი ამბებია. ცოტა კი ძალიან დავიღალე ხა უნივერსიტეტი რო დამეწყო და დილას ადგომას რო არ ვარ მიჩვეული და გინდა არ გინდა უნდა ადგერა. თან დილას ადგომა რთული სიცივე როა და ძალიან რო გეზარება. დღეს დამეძინა ხალხო. გამღვიძებელი არ მყავდა. დეიდაშვილი მაღვიძებს ხოლმე ტვინს მიბურყავს. თვითონ ისეთი სამსახური აქვს, რომ 8 საათზე დგება რა. მაგრამ მაგის სამსახური აქვეა, ახლოსაა და 8-ზე დგება, 9:30-ზე გადის. სულ რო 15 წუთით ადრე გავიდეს, მაინც ასწრებს სამსახურში მისვლას. ხო და ეგ უფრო დილის ბიჭია რა. მე დილის კაცი არა ვარ. მე ვარ ღამე. დღე უნდა მეძინოს. ხო და დღეს არ მყავდა გამღვიძებელი. არ იყო სახლში, თორე საღამოს რო ვეტყვი დილას გამაღვიძე თქვა, არ მასვენებს სანამ არ ავდგები. და დავაყენე მაღვიძარა და როცა ვიცი რომ აუცილებლად წასასვლელი ვარ, ტელეფონს ვდებ შორს. მაღვიძარას რო ვაყენებ, რომ ის მაღვიძარა ტვინს რო ბურყავს და გათიშვა რო გინდა, ტელეფონი რო გვერდით გიდევს, გადაწევ ხელს და გათიშავ და როცა ცოტა მოშორებით დევს, გინდა არ გინდა უნდა ადგერო გათიშო და რო ადგები და რაღაცა უკვე ცოტას ფხიზლები რა. ხო და დღეს ვერა და ვერ ავდექი რატომღაც. კი ავდექი, გავთიშე მაღვიძარა და მე ტელეფონი გვერდით დავიდე, მაგრამ აი ცოტას დავიძინებ 10 წუთი, 5 წუთი, 10 წუთი და ისე ჩამეძინა ვეღარ გავიგე და ისე გათიშულს მეძინა. დეიდაშვილი მოვიდა სახლში და 3 საათზე ძლივს გამაღვიძა. სამსახურშიც დავაგვიანე, მაგრამ ისე ის ვიყავი, რა ქვია. ისე გემრიელად გამოძინებული ვიყავი, რომ დამშვიდებული, მოდუნებული მქონდა მთელი სხეული. რატო ვარ ესა ჩამძვრალი თებში? გოგრა მომეწონა ძალიან. გემრიელი იყო. შემწვარის მივერთვი, მოხარჯულის მივერთვი, ძალიან კაი იყო. ერთზე დღეს წამოვიღე იმიდან, სამსახურიდან. ძალიან კაი აქციაშია. მილას რძე 3 ლარი ღირს 2.5%-იანიც და 3%-იანიც თუ როგორც არის ეგ ზუსტად არ მახსოვს. ესე იგი 2.99 ღირს 6 ლარის ნაცვლად. ამ ნახევარფასადაა რა, 3 ლარი ღირს 6 ლარის ნაცვლად. თან აღარ მქონდა და წამოვიყოლე. კაი ხალხო, წავედი ხა დაგემშვიდობებით. 5 კინკილა დამჩა, ბარემ შევჭამ რო არ გაფუჭდეს. და მერე ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს მოკლედ საკუთარ თავთან. აი ყველანაირად ვცდილობ რაღაცა, რომ არ დავნებდე და წინ წავიდე და რაღაცა გამოვასწორო უკეთესობისკენ. მაგრამ ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს.
თუმცა იმას, რასაც მე ვაკეთებ, ბევრი ვერ გააკეთებდა. თუმდაც ის, რომ ყოველ დღე, თითქმის ყოველ დღე ამ სიშორეზე რო დავდივარ რა სამსახურში. აი 1 საათი არ მყოფნის, 1 საათის გზაზე რო გაქვს სამსახური, უნივერსიტეტი და ყოველ დღე რო მიდიხარ და პლუს ამას დაღლილი რომ მოდიხარ სამსახურიდან და 1 საათი რომ გზავრობა გიწევს, მით უმეტეს მეტროში, ავტობუსში ან დაჯდები ან არა. რამდენჯერ ყოფილა რომ ფეხზე დგომა მიწევდა იქაც და იქაც. ხო და ამას რო უძლებ უკვე 1 წელია, ჯერ მარტო ამიტომ არ ძლიერი. და მით უმეტეს ვიაზრებ იმასაც, რომ დღეს რა სიტუაციაშიც ვარ, იმ სიტუაციაში ყოფნაზე ძალიან ვოცნებობდი 1 წლის წინ. სტუდენტობაზე, საკუთარ სამსახურზე, საკუთარ შემოსავალზე, თბილისში ცხოვრებაზე, მაგრამ დღეს რო ეს ყველაფერი გამაჩნია, უკვე სხვა რამე მინდა რა, უკვე დიდად არაფრად მივიჩნევ ამ ყველაფერს. ხო და ეგ არის, რომ ზოგჯერ უნდა დავაფასოთ ის, რაც გვაქვს და ის, რაც გაგვაჩნია, რაც ღმერთმა გვაჩუქა. მაგრამ რა თქმა უნდა, ეხა ერთ სიტუაციაში არ უნდა ჩავრჩეთ სულ და უნდა ვეცადოთ, რომ განვითარდეთ, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ისე ვარ, რომ გეგმები დაწყობილი მაქვს, 100%-ით ვიცი რა მინდა, როგორ მინდა, მაგრამ მოქმედებაში ვერ მომყავს რა. ვერ მოქმედებ, რა გავაკეთო. და ზოგჯერ ძალიან ვიღლები ხოლმე. მაგრამ ადამიანები ვართ, რა თქმა უნდა, და დაღლა ბუნებრივი ფაქტორია. წავედი ხალხო ალბათ დროებით, ტკბილი ძილი, ღამე თუ მიყურებთ, დღე თუ მიყურებთ, ბედნიერი დღე და რა ვიცი, აბა თქვენ იცით.